ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ პარლამენტში. რევაზ სოხაძე საკანონმდებლო ორგანოში ქართულმა ოცნებამ ინტერპელაციის ფორმატში დაიბარა. მინისტრის მიმართ დასმულია 68 კითხვა, რომელსაც ის ამ წუთებში პასუხობს. საუბარია სკოლების, ბაღების, გზების რეაბილიტაცია მშენებლობაზე. ასევე ქალაქებსა და სოფლების წყალმომარაგების სისტემაზე. დეტალებით პირდაპირ ეთერში თევნა მანაგაძე გვერდება საკანონმდებლო ორგანოდან. თევნა, გისმენთ. რა გამოწვევები დახვდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და როგორ აპირებს არსებული პრობლემების გადაჭრას ამ თემატიკაზე საუბრი დაიწყო საკუთარი გამოსვლა რევაზ სოხაძემ. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ სისტემაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას და გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ პროექტების დაგეგმვის და განხორციელების სუსტი სისტემა არსებობდა, რაც მისი განცხადებით პრაქტიკაში რეალობაში ქმნიდა გადაულახავ დაბრკოლებებს, ვინაიდან პრობლემას წარმოადგენდა როგორც პროექტების შესრულების დრო, ასევე ხარისხი. მინისტრმა ამ განცხადებასთან დაკავშირებით ერთგვარად საკუთარი სტატისტიკას წარადგინა და თქვა, რომ 214 პროექტი არსებობდა, საიდანაც 161 მისი განცხადებით იყო ხარვეზიანი და პრობლემური. ეს მაშინ, როდესაც მინისტრი ამბობს, რომ ამ პროექტების განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. მინისტრი ამბობს, რომ მისი მიზანი არის სისტემის ეს ნაწილი შეიცვალოს და პროექტების განხორციელების და დაგეგმვის სისტემა იყოს უფრო ეფექტური და ევროპული. მინისტრი ერთ-ერთ პრობლემად და გამოწვევად ასევე ასახელებს იმას, რომ მისი განცხადებით სამინისტროში არსებობდა სიტყვიერი შეთანხმებები გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით, რაც მისი განცხადებით არის მიუღებელი და როგორც ის ამბობს და როგორც ის ირწმუნება, მომავალში მსგავსი არაფერი მოხდება. კიდევ ერთ პრობლემად მინისტრი მირჩევს იმას, რომ სისტემაში არსებობს კადრების დეფიციტი და როგორც მან თქვა, მისთვის ერთ-ერთი მიზანი იქნება ის, რომ კადრების დეფიციტი აღარ არსებობდეს. რაც შეეხება იმას, როგორ აპირებს რევაზ სოხაძე სისტემაში არსებული პრობლემების გადაჭრას და როგორი არის ხედვა მისი პრობლემებთან მიმართებაში, მინისტრი ამბობს, რომ მისი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ პროექტების განხორციელებაში მთავარი აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ შეირჩეს ოპტიმალური ფასი, ხარისხი იყოს მაღალი და პროექტები შესრულდეს გონივრულ ვადებში. აპრილიდან ცვლილებები განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მმართველობით გუნდშიც, რამაც ბუნებრივად გამოიწვია სამინისტროს პოლიტიკის განახლება, მათ შორის პროექტების შესრულებისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით. მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები. პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული ობიექტის მიზეზად იქცა. კერძოდ, მაგალითად, 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთ გზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო 174 მილიონი ლარის ავანსი. ასევე კომპანიას, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის მთლიანი პორტფელი შეადგენდა 452 მილიონს შეადგენს და აქედან ავანსის სახით გაცემული იყო 155 მილიონი, მეორე შემთხვევაში 400 მილიონიანი პორტფელის მქონე კომპანიაზე 154 მილიონიანი ლარის ავანსი. იყო განსაზღვრული, რომ მშენებლობის ვადა აითვლებოდა ნებართვის აღების შემდგომ, თუმცა ხელშეკრულებით არ იყო დადგენილი კონკრეტულად, რა ვადაში უნდა მოეხერხებინა კონტრაქტორს მშენებლობის ნებართვის აღება, რაც ბუნებრივია პროექტების გადავადებას იწვევდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც 4 მილიარდ 200 მილიონის პროექტებს მართავს, გამოკვეთილი არის შემდეგი პრობლემები. სამუშაოების ვადაგადაცილება და შესრულების დაბალი ტემპი, 135 საბიუჯეტო პროექტიდან 122 არის ერთხელ ან მეტჯერ ვადაგადაცილებული. კონტრაქტორი კომპანიების გადატვირთვა ერთდროულად რამდენიმე პროექტით, ხარვეზების საპროექტო დოკუმენტაციაში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევდა დამატებით კორექტირების აუცილებლობას, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, განსაკუთრებით რეგიონებში, მომსახურებების დაბალი ხარისხი გზების მოვლა შენახვის მიმართულებით. წყალმომარაგების კომპანიაში ძირითადი გამოწვევები იყო სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილების პრობლემა და ეს
თითქმის ყველგან გვაქვს. ხარვეზების საპროექტო დოკუმენტაციაში პოტენციური მომწოდებლების სიმცირე სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საზედამხედველო კომპანიების სიმცირე და კადრების დეფიციტი, დანაკარგები, რომელიც წყლის კომპანიას დანაკარგების პრობლემა წყლის კომპანიისთვის არის ძალიან მტკივნეული და აქტუალური და გადასახადების ამოღება. დღეისთვის მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარეობს 12 ტენდერი და 31 კონკურსი, რომელიც საბოლოო ჯამში 1,5 მილიარდი ლარის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემს. ჩვენთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ მშენებლობის სისწრაფე, არამედ შედეგების გრძელვადიანი ღირებულება, თანამედროვე გამძლე და ესთეტიკურად გამორჩეული ინფრასტრუქტურა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებმა მიიღეს საავანსო თანხა და ეს თანხები სხვა მიზანს მოახმარებს და არა იმ კონკრეტულ პროექტს, რომლის მიზნობრიობითაც გაიცემოდა კონკრეტული ავანსი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავანსო გარანტია ეტაპობრივად გაიზრდება, 26 წელს ის იქნება 60%, 27 წელს 70%, 2028 წელს 80, ხოლო 2029 წლიდან ამოქმედდება გადამუშავებული მოდელი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს კრიტერიუმებს თეთრ სიაში მოხვედრისთვის და შესაბამისი პრეფერენციებისთვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ უკვე მომავალი წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა მთლიანად გადავიდეს ევროპულ სამშენებლო ნორმებზე, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იქნება ზოგადად მშენებლობის ხარისხის, ტემპის გაუმჯობესებისთვის და ვფიქრობთ, რომ ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ამოცანა არ არის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხის გადახდა. ჩვენი ამოცანაა ოპტიმალური ფასი, მაღალი ხარისხი და პროექტების გონივრულ ვადაში შესრულება. ტურისტულ ზონებში უკვე წელს შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი. 2026 წლიდან აიგრძალება არამოდიფიცირებული ასფალტის დაგება საქართველოში. ჩვენი განხორციელებულ პროექტებს გულისხმობ და მთლიანად გადავალთ მოდიფიცირებულ ასფალტზე, რაც გაცილებით ხანმედეგი პროდუქტი არის. მომავალ წლის ტარიფის გადახედვის განცხადებას წარადგენს კომპანია მარეგულირებელ კომისიაში, იმიტომ რომ საქართველოში წყლის ტარიფი ჩვენი კომპანიის ოპერირების არეალში არ შეცვლილა 2011 წლიდან და ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ უკვე 2027 წლიდან მოხდეს ტარიფის ცვლილება. 2027 წლის ბოლოსთვის კომპანიის დაფარვის არეალში არსებული 58-ვე ქალაქი უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტის შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით. დღეს თბილისში არსებული ტარიფები მკვეთრად განსხვავდება რეგიონებში არსებული ტარიფებისგან, მაშინ როდესაც რეგიონებში წყლის მიწოდება გაცილებით უფრო მეტ კაპიტალ დანახარჯს მოითხოვს, ვიდრე ეს არის თბილისი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ უზრუნველყოფს კომპანია თავისი საოპერაციო ხარჯების მინიმალურ გასტუმრებასაც კი დღეს არსებული ტარიფებით. რევაზ სოხაძე მინისტრის რანგში პარლამენტში პირველად იმყოფება. ის ინტერპელაციის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში დაიბარა ქართულმა ოცნებამ. ფრაქციას მის მიმართ აქვს 68 კითხვა და კითხვების ძირითადი ნაწილი მოიცავს იმას, რა იგეგმება და როგორ განხორციელდება სკოლების, ბაღების, გზების რეაბილიტაცია და მშენებლობა. მინისტრი ამ წუთებში სწორედ ამ კითხვებს პასუხობს, რის შემდეგაც ფორმატი ითვალისწინებს იმას, რომ ამა თუ იმ დეპუტატს თუ ექნება დამაზუსტებელი კითხვა, მათ შეუძლიათ ეს კითხვა დაუსვან სწორედ მინისტრს. რა შეეხება თავად ფორმატს, ინტერპელაციის ფორმატს, როგორც იცით, რეგლამენტის პარაგრაფში მიღებული არის გადაწყვეტილება, რომ მაშინ, როდესაც პარლამენტში იქნება პლენარული სხდომების კვირა, თითეული მინისტრი მოვა და მის სამინისტროსთან დაკავშირებით უპასუხებს დეპუტატების კითხვებს, თუმცა ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ამ კითხვებს მათ წინასწარ გაუგზავნიან დეპუტატები და თემატიკა იქნება თავისუფალი. თავად მინისტრები კი ვალდებული იქნებიან პარლამენტში მოვიდნენ და დეპუტატების კითხვებს უპასუხონ. მადლობა თეონა მანაგაძე იყო პირდაპირ ეთერში.